სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. წინაჯერზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ საზოგადო პირობებზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში ხელოვნების ცხოვრებისა და განვითარებისთვის 1921 წლის თებერვლის აქეთ და აგრეთვე საქართველოს სამხატვრო აკადემიის ჩამოყალიბებასა და მის გეზზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სასწავლებელი თუმცა 1922 წლის 14 მაისს გაიხსნა, მაგრამ სინამდვილეში შემზადებული ის იყო წინა ხანაში და ის რომ იგი მან ფუნქციონირება არ დაიწყო 1920 წლის შემოდგომით, ანუ ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში, გარეშე და შემთხვევითმა გარემოებებმა განაპირობა. მისი კონცეფცია, მისი მიმართულება, ყველაფერი ეს მანამდე იყო შემუშავებული. ერთადერთი შეიძლება რექტორი სხვა ყოფილიყო ვინმე, მაგრამ დანარჩენი არ მგონია დიდად სხვაობარი ყოფილიყო. როგორც მოგახსენეთ, თბილისის უკაცრავად საქართველოს სამხატვრო აკადემიის მიმართულება მდგომარეობდა ტრადიციის შენარჩუნებაში, მისდამი ახალგაზრდა ხელოვანთა შეზიარებაში და ამავე დროს მათი დამოუკიდებელი შემოქმედების ხელშეწყობაში. თანადროულად აქ უნდა მომზადებულიყვნენ განათლებული, განსწავლული ხელოვანი, რომელთაც თუნდაც საშუალო შემოქმედებითი მონაცემების პატრონთ შეეძლებოდათ აეწიათ მხატვრული შემოქმედების გაგების დონე საქართველოში. და საბოლოო ამოცანა იყო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ გიორგი ჩუბინაშვილის სიტყვებს, მთელი ცხოვრების ფორმათა მხატვრულობით გაჟღენთვა, ასე ამბობს ის. როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამასაც. გაიხსნა რამდენიმე სახელოსნო, ის იყო გრაფიკის, ფერწერის და ქანდაკების სახელოსნოები და შემდეგ მათთან რამდენიმე წელიწადში გაიხსნა ლითოგრაფიის სახელოსნო გრაფიკასთან და კერამიკის სახელოსნო ქანდაკების ფაკულტეტთან. ამას უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ უნდა შემატებოდა, რა თქმა უნდა, გამოყენებითი ხელოვნების ისეთი დარგებით, სხვა დარგები, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს სახვითი ტრადიციიდან. მოსალოდნელია მაგალითად, რომ ფერწერის სახელოსნო ფაკულტეტთან გაჩნდებოდა უშუალოდ გობელენის ან ხალიჩების ქსოვა. ეს ყველაფერი ბევრად გვიან მოხდა, მაგრამ შესაძლებელი იყო მაშინაც უკვე 20-იანი წლების ბოლოსთვის განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, აქ იყო არქიტექტურის ფაკულტეტის, თუმცა პარალელურად უნივერსიტეტშიც იყო ესეთი განყოფილება, რომელიც შემდეგ პოლიტექნიკურ, ანუ დღევანდელ ტექნიკურ ინსტიტუტში, დღევანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულება სახვით ხელოვნებათა აქ უკვე წარმოდგენილი, ძირითადი მიმართულებები წარმოდგენილი იყო და დასახული იყო განვითარება, გავრცობის საშუალებებით. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, როგორი იყო სპეციფიკური, სრულებით განსხვავებული პირობები, რომელიც საერთოდ მე-20 საუკუნეში გაჩნდა და განსაკუთრებული ალბათ სიმწვავით მაინც საბჭოთა წყობილების გამო გამოჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ უკვე გითხარით, რომ მე-20 საუკუნის დამდეგს, მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან გაუგებარი გახდა, რას ნიშნავს მხატვრის ოსტატობა. მე-14 საუკუნიდან დაახლოებით ყველა მიცოდა, ოსტატი მხატვარი ის არის, რომელიც დახატავს მრგვალ საგანს და გამოსახავს მას სივრცეში, ან თუ ის მოქანდაკეა, დააყენებს ფიგურას გარკვეული წესით, რომელიც იქნება გაწონასწორებული, ის იქნება გამოძერწილი, ფორმებს შორის გადასვლები იქნება რბილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა გაირკვა, რომ სრულებითაც არ არის აუცილებელი ამ პირობების დაცვა და შეიძლება იყოს მხატვრობა მიღებული, დაფასებული და სხვათა შორის ძვირად ღირებული, რასაც მე-20 საუკუნისთვის სრულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც არც ერთ ამ პირობას არ დააკმაყოფილებს. შეიძლება იყოს თქვათ ქანდაკება, რომელიც ესეთი კვეთი გეომეტრიული მოსულობიდან შედგება, რომელთაც არავითარი გადასვლები არის ის
შეიძლება იყოს მხატვრობა, რომელიც სრულებით ბრტყელია და საერთოდ ვერ დაინახავ იქ ვერც ამობურცვას, ვერც შეზნექას, ვერც საგანთა შორის მანძილს და ეს მაინც იყოს ნაოსტატარი. ეს ერთია, მაგრამ საბჭოთა პირობებში ამას დაემატა კიდევ ის, რომ ვინაიდან აქ ყველაფერი კაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა, სახელმწიფო განსაზღვრავდა რა უნდა იყოს ოსტატობა. არა ბუნებრივად ჩნდებოდა ეს გარკვეული თქვა პროფესიული წრეების შიდა კამათის, თუ გნებავთ შიდა დაპირისპირების კვალად. არამედ ვიღაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რაღაცას მიეცემოდა გზა და რაღაცას არა. ახლა რასაკვირველი ეს სქემაა, თორემ ყოველგვარი რა გინდა იყოს ტოტალიტარული წყობა, მაინც ტოვებს ხოლმე ადგილს გარკვეული თვითმოქმედების, უბრალოდ საქმე ისაა, თუ რაოდენ არის გაძნელებული ის. საბჭოთა პირობებში ეს იყო უკიდურესად ძნელი. ახლა 20-იანი წლები როგორ მიმდინარეობს? აი ამ ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ საწარმოო ხელოვნება, ასე ერქვა მას რუსეთში, მაგრამ ის არა მარტო აქ არსებობდა. სახელგანთქმული ბაუჰაუსი, განსაკუთრებით ვაიმარის ბაუჰაუსიც ამ გზით მიდიოდა. რას გულისხმობდა ეს, რომ ეგრეთ წოდებული სუფთა ან მაღალი ან როგორც გნებავთ სხვა სახელი, ნატიფი რა ვიცი, ბევრი სახელი აქვთ, ხელოვნებანი, როგორიც არის თქვა, დაზგური მხატვრობა, როგორიც არის დაზგური ქანდაკება, ან გინდაც მონუმენტური მხატვრობა და მონუმენტური ქანდაკება, არ არის საჭირო. ის უკვე მოძველდა, ის არავის სჭირდება და ამიტომ მათი ადგილი უნდა დაიჭიროს ესთეტიკური ღირებულების მქონე ქარხნულად დამზადებულმა ნივთებმა. აი ეს არის ის ასპარეზი, რომელიც უნდა მიეცეს ახლა ხელოვნებას. ბაუჰაუსში კიდევაც ასე ასწავლინეს. ხო შეიძლება ეს თლათ არ გადაშენებულა ეს ტენდენცია, დღესაც მაგალითად არის ასეთი სასწავლებლები, თქვა გერმანიაში, რომელსაც ქვიათ Hochschule für Gestaltung. Gestaltung ეს არის ფორმატქმნა და არ არის დაზუსტებული რისი, შეიძლება იყოს თქვა ბოთლი და შეიძლება იყოს ფრესკა. ორივე იქნება ამ შემთხვევაში ფორმის შექმნა. საბჭოთა ქვეყანაშიც სწორედ ამ მიმართულებით წავიდა მუშაობა და ძიება და მოსკოვსა და პეტერბურგში არსებობდა ესეთი ხუტემასი და ხუტეინიზი, ესეთი რაღაც უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები, რომელიც ცდილობდნენ სწორედ ესე დაახლოებას წარმოებისას და სახვითი ხელოვნებისას. აქ ასწავლიდნენ უმრავლესად მემარცხენე მხატვრები და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილი ტერორი და როდესაც მათ ნაცვლად შემდგომ უკვე ხანაში მწარე ხვედრს დასტირიან ხოლმე, არასოდეს უნდა გვავიწყდებოდეს. იმიტომ კი არა, რომ გავამართლოთ მათ მიერ ჩატარებული ზომები ან მათი შევიწროვება, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ რომ გავიაზროთ სინამდვილეში რა ხდებოდა და როგორები იყვნენ თვითონ ეს მსხვერპლი სხვათა მიმართ და საუბედუროდ არც თუ მაინდა-მაინც უკეთესნი. ეს მემარცხენე მხატვრები სრულებით გასაოცარ რაღაცებს ჩადიოდნენ. ჩემთვის ყველაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ შემაძრწუნებელი იყო, როცა წავიკითხე, რომ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ფონდებიდან ის გაუქმებული იყო ამ დროს, გამოიტანეს ძველი ნამუშევრები 19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დამდეგის სადიპლომო საკურსო და ასე შემდეგ იქ შენახული ნამუშევრები დააჭრეს და სტუდენტებს სავარჯიშოდ დაურიგეს. ახლა მე მართალი გიხართ, არც ვიცი, რით არის ეს უკეთესი იმ ეგრეთ წოდებული დეგენერატული ხელოვნების გამოფენაზე, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა 27 წელს მოაწყეს და შემდეგ ნაწილი ამ ნამუშევრებისა გაიყიდა, ნაწილი განადგურდა. იმით რომ ის იყო გაცხადებული და ეს ხდებოდა კულუარულად და საზოგადოებისთვის არ ჩანდა? მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელი არის უარესი, დამალული და ფარული ჭირი თუ გაცხადებული ჭირი. გაცხადებული ჭირს ყოველ შემთხვევაში შეიძლება ებრძოლო და დამალულთან მოგეხსენებათ გამკლავება ძალიან რთულია. ახლა ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესი გამოვლენა იყო, მაგრამ ეს სულისკვეთებას ასახავს. როდესაც პირდაპირ ხდებოდა ლანძღვა ყველაფერს, რაც იყო მანამდე, ლიტერატურის მიმართ ესღებულობდა მაგალითად ასეთ ფორმებს. ჩემი უფროსების გამსმენია, რომ მაგალითად ცხადდებოდა კლასიკური ლიტერატურის დასაფლავება და მართლაც მოჰქონდათ კუბოები, რომელიც ავსებული იყო ბიბლიოთეკებიდან, სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან გამოტანილი წიგნებით. ეს იყო რუსული 19-18 საუკუნეების ლიტერატურა, ეს იყო ქართული მწერლობა, მთელი ჩვენი კლასიკოსები, რა ვიცი, ილია აკაკი ვიძინებავთ
და მე დამარხავდნენ, დაფლავდნენ და ეს აღნიშნავდა იმას, რომ მათი დრო გავიდა და ახლა რაღაცა ახალი იწყება. იწერებოდა შესაბამისი მანიფესტები და ცდილობდნენ შესაბამისად მოპყრობოდნენ იმ ადამიანებსაც, რომელიც ამას არ იზიარებდნენ. სამხატვრო აკადემიის შემთხვევაში ეს იმაში გამოიხატა, რომ ის 30 წლისთვის საერთოდ დაიხურა, დარიგდა მისი ფაკულტეტები რამდენიმე სასწავლებელს შორის, მე მგონი ეს თქვი კიდევაც და შემდეგ თავიდან აღდგა 30-იან წლების დასაწყისში. მე ამას მხოლოდ იმისთვის ვამბობ, რომ გასაგები იყოს, რატომ იყო, რომ თქვათ, სოციალისტური რეალიზმის ლოზუნგმა არ გამოიწვია ისეთი წინამდებო, რომელიც თითქოს უნდა გამოეწვია. ჯერ ერთი ეს შეუძლებელი იყო გაცხადებულად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უბრალოდ ყველას დაიჭერდნენ და ეს იქნებოდა თავი და ბოლო. მაგრამ მას აღმოაჩნდა, როგორ გითხრათ, გულწრფელი მხარდამჭერების, რომელთაც თქვათ, გაეხარდა სამხატვრო აკადემიის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ალბათ იცოდნენ, რომ ისე თავისუფლად ვერ იმოქმედებდნენ, როგორც ეს თავიდან იყო, მაგრამ მაინც ის, რომ წარმოიდგინეთ თქვენ სულ მარტივი რამ, მათ შეეძლოთ არქიტექტორებისთვის ესწავლებინათ არქიტექტურის ისტორია, რაც აკრძალული ჰქონდათ. რასაკვირველია, ეს იყო შვება, რომ მათ შეეძლოთ ეჩვენებინათ თავისი სტუდენტებისთვის, თქვათ, ორდერები და ეს აკრძალული იყო და რა ვქნა, ახლა არ მეჩვენება მე ესეც ნორმალურად. თუ შენ გინდა გააკეთო ახალი ფორმა, ეს იმით უნდა იქნეს მიღწეული, რომ საერთოდ დაივიწყო, რაც მანამდე იყო, ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია. ან რატომ უნდა მოაკლო ადამიანებს პროფესიული დახელოვნება, რატომ უნდა დააკლო მათ დაოსტატების საშუალებები, რომელიღაცა იონიური კაპიტალის ხატვა, ეს ხომ სხვა თუ არაფერი ფანტაზიის, ხელის, პლასტიკის განსის, ბევრი რაღაცის ვარჯიშია, ხომ, რომელიც შეიძლება მე სულ სხვა რაღაცისთვის გამოიყენოთ, ცხადია. ისე მოხდა, რომ ის ღონისძიებები, რომელთაც ჩვენ სავსებით სამართლიანად მიუღებლად მივიჩნევთ, იყო პასუხი სხვა არანაკლებ მიუღებელ ქმედებებსა და ქცევებზე. ამიტომაც ხდებოდა, რომ ადამიანები ეძებდნენ ამ გაუსაზლის ტოტალიტარულ პირობებში საფუძველს იმედისას და წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში შევიწროვება ავანგარდულ მემარცხენე წრეებისა, რომელნი ძალიან მარჯვეთ იყენებდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას თავისი მოწინააღმდეგეებისთვის ანგარიშის გასასწორებლად. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. მრავალი ადამიანისთვის იყო რაღაცა პატარა ნათლის გამოჩენა. ეგებდა ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს. ყოველ ჯერზე მე ირკვეოდა, რომ ეს ასე არ არის და ერთი სიმახინჯე მეორე სიმახინჯით იცვლებოდა. მაგრამ ასეთი გახლდათ ვითარება და ასეთი გახლდათ სხვათა შორის საბჭოთა ხელისუფალთა და პირველ ყოვლისა იოსებ სტალინის ქმედების სტილი. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორე, ძალიან საინტერესო იყო უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. როგორ იყო, რომ 1 წლის განმავლობაში ჯერ იყო 48 წელს, უბრალოდ აღარ მახსოვს რათან მიმდევრობით გაზაფხულზე შემოდგომით, მაგრამ ასე იყო ნამდვილად. ჯერ ებრძოდნენ ბურჟუაზიულ კოსმოპოლიტიზმს და მერე ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს, თუ პირიქით, მაგრამ ორივეს ხან ერთს ხან მეორეს. და ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ მხილებულნი ჯერ ერთ გადახრაში და მერე მეორეში, როგორ იყო ეს შესაძლებელი მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი. ეს ყველაფერი კეთდებოდა აკადემიკოს ნიკო მარის, უნიჭიერესი მეცნიერის, მაგრამ ერთგვარად ისეთი ლაბილური ფსიქიკის ადამიანის ნაწერების საფუძველზე, საქმე ის გახლავთ, რომ ნიკო მარი ბოლო ეტაპზე თავისი მუშაობისა 20-იანი წლებიდან გახდა მარქსისტი. და მართლაც სრულებით უცნაური თეორია ჩამოაყალიბა, რომ ენები და დიალექტები კლასობრივი ბუნებისა, მაგალითად ასეთ რამეს ამბობდა, რომ მეგრულ-ჭანური ენა ეს არის მონათლობელური საზოგადოების ენა და დღევანდელი ქართული არის ფეოდალური საზოგადოება, რომელზე უნდა გველაპარაკა 21 საუკუნეში ვერ გეტყვით, მაგრამ თეორია ასეთი იყო. ახლა არ ამგონია ვინმე ამის მომხრე იყოს, მაგრამ აი ამ თეორიის მომარჯვებით დაარბიეს ამ სიტყვის აგრეთვე სრულებით პირდაპირ მნიშვნელობით, სამსახურიდან დათხოვით, ნაშრომების ამოღებით, აკრძალვით და ასე შემდეგ, სხვა ზომები იყო სხვა შემთხვევებში. და პარალელურად მიმდინარეობდა მაგალითად
ანტიპავლოვური ეგრეთ წოდებული არაფერი ანტი იქ არ იყო, უბრალოდ სხვა მიმართულებები იყო, თქვათ ფიზიოლოგიის, ანტიმიჩურინული, აგრეთვე არაფერი ანტიმაში არ იყო, უბრალოდ სხვა რაღაცა საკეთები და გენეტიკის და ასე შემდეგ რბევა, თქვათ სხვა დარგებში. კიბერნეტიკის რა ვიცი, რისი აღარა. ყველას თავისი აღმოაჩნდა რაღაცა მანკიერება. ხოლო 52 წელს ამხანაგმა სტალინმა დაწერა, ოღონდ როგორ დაწერა ამას უკვე აღარავინ კითხულობს, მოიმარჯვა არნოლდ ჩიქობავას წიგნი, რომელიც მას ჰქონდა დაწერილი 30-იან წლებში და ადამიანის შვილი არ უყურებდა ზედ და იქ ის აკრიტიკებდა მარის თეორიას. ახლა ამხანაგმა სტალინმა აიღო ეს ყველაფერი შემოსა მარქსისტული შეკმაზა უბრალოდ მარქსისტული ციტატებით და ეხლა დაიწყო ბრძოლა მართან და მარისტებთან. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამხანაგ სტალინს რომ კიდევ ეცხოვრა რამდენიმე წელიწადი 56 წელს ახლა დაიწყებოდა უკვე ჩიქობავას სკოლის განადგურება. ეს სრულებით ცხადია, ეს ასე იყო, მაგრამ რა ხდებოდა ახლა ყოველ ჯერზე ამ შემოbrunებისას ვიღაცა ფიქრობდა რომ ვაი გვეშველა ყოველ ჯერზე. ვიღაცა სხვა იყო დაჩაგრული და დაკნინებული. შემდეგ ამ დაკნინებულის ხელით ხდებოდა მოწინააღმდეგის განადგურება და ეს გრძელდებოდა გაუთავებლად. მიღწეული იყო ხოლმე ორი შედეგი, როგორ მართლაც ორი შედეგი ჰქონდა ერთსა და იმავე ქმედებას. ერთი რომ იყო მუდმივი განცდა დაუცველობის და თქვარი ესეთი დავარქვათ ამას არასტაბილურობა, ხო ყველაზე მარტივი თანამედროვე ტერმინი. და მეორე მხრივ ვიღაცისთვის შვების მინიჭება. ესეც იყო სოციალური შედეგი. ყველა ელოდა რომ იქნებ შემდეგ ჯერზე მე. ერთის მხრივ, მეორე მხრივ არავინ იცოდა ხვალ მას რა დღე ეწევა და ამ ვითარებაში ადამიანებს მართლაც არ ეცალათ უკვე ისეთ რაღაცეებზე ფიქრისთვის, რაც არასასურველი იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ეს იყო ორმაგი რამ ისევ ერთი რომ ყველასთვის ეს იყო ამოცანა თვით გადარჩენის და თავისი ახლობლების რამენაირად შველისა და მეორე უფრო ნაკლები ალბათ რაოდენობის ადამიანებისთვის, მაგრამ მაშინ ისინი ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ თავისი დარგების თავისი სამოღვაწეო ასპარეზის რამენაირად დაცვა შემდგომი რბევისა და ნგრევისაგან. როგორიღა იყო საკუთრივ ხელოვნება 20-იან წლებში. მემარცხენეობა მოდაშია, მაშინ ასე ვთქვათ, ის მიღებულია, მაგრამ არის რა თქმა უნდა საკმაოდ ფართო სპექტრი. ახლა უკიდურესი მისი სახეობები, ვინაიდან საქმე მაინც ეხებოდა ხელოვნებას, რომელიც დიდწილად სააგიტაციო უნდა ყოფილიყო და ეს ამოცანა მაშინათვე დაისახა. ჯერ კიდევ 18 წელს იყო მიღებული მაგალითად ცნობილი ლენინური დეკრეტი მონუმენტური პროპაგანდის შესახებ, რაც ნიშნავდა ნაირ-ნაირი რევოლუციური ბელადებისთვის და მოაზრეობნებისთვის ძეგლების დადგმას. ეს იქნებოდნენ საფრანგეთის რევოლუციის თავკაცები, ეს იქნებოდა ვთქვათ რუსი მოჯანყე სტეპან რაზინი მე-17 საუკუნისა თუ ახლა აღარ მახსოვს მართალი მკითხა დაუდგეს თუ არა, მაგრამ ალბათ პუგაჩოვსაც დაუდგეს, თუ მარქსი, თუ ენგელსი და სხვათა შორის თვითონ ლენინის. და თბილისში მაგალითად 22 წელს დაიდგა ლენინის ძეგლი, აი ახლა გრიბოედოვის ქუჩის სასასვლელში, ახლა ეგ არის ქართული კულტურის ფონდის სადგომი და აი იმის წინ რატომღაც სრულებით გაუგებარ ადგილას რუსი მოქანდაკის გაკეთებული ქანდაკება დადგეს. ცოტა ხანში რამდენიმე წლის შემდეგ კიდე ერთი ლენინის ქანდაკება დადგეს, მართლა ლენინი აღარ იყო უკვე ავჭალის ელექტროსადგურის თავზე, ესეც მოსკოვიდან ჩამოიტანეს. მოსკოველი, რა ვიცი, ესეთი არც თუ გაუმართავი მოქანდაკის შადრის ქანდაკება და ახლანდელ ახალგაზრდობას ეს უკვე აღარ ახსოვს, მაგრამ შედარებით ასაკოვანი ადამიანებს ეს დაუვიწყარია, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო ქანდაკება. ისეთნაირად გამოვიდა, რომ იმ ადგილზე სადაც ის იდგა, პირდაპირ მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძრის ჩამოსწრივ იყო, თან ხელი რომ წინ ქონდა გაწვილი, სრული შთაბეჭდილება იყო, რომ ახლა ისკუპებს და მთვარში გადახტება. ახლა ჩვენ ამით ვერთობოდით, მაგრამ სხვა თვალსაზრისით ეს არც თუ მაინდა-მაინც სასაცილო რამე უნდა გითხრათ. ეს ნიშანი იყო რა საკვირველია. აი სწორედ იქ საქართველოს ძველ დედაქალაქში, იქ სადაც ძველი საქართველოს ყველა სიწმინდე იყო, აი იქ უნდა ჩანერგულიყო. შეიძლება დაეცადა და თბილისის მთავარ მოედანზე არ მდგარიყო, მაგრამ აი იქ, სადაც მავანდებულებოდათ მეფეები და წმინდანები, აი იქ უნდა გაჩენილიყო ამ ახალი
ფსევდო რელიგიის, სხვა შორის ძალიან ხშირად დღეს ლაპარაკობენ მარქსიზმი როგორც რელიგია, ეს რელიგია არ არის არავითარ შემთხვევაში, ის ფსევდო რელიგია. ყველაფერი რაც ხდებოდა, იქ ფსევდო კულტია, იმიტომ არის ის პათოლოგიური, იმიტომ არის რომ ის სინამდვილეში შედეგს არ იძლევა, როგორ გინდა ეს გააგებინო გაუთავებელ მარქსისტებს, რომელთა გამოჩეკას აღარ დაადგა ბოლო, მაგრამ არ მოიტანს, არასდროს მოიტანს ნაყოფს, ყოველთვის იქნება მხოლოდ უბედურება. რაოდენ კეთილის განზრახვით, რაოდენ წრფელი გულითაც არ უნდა მოკიდოს ადამიანმა ამ მოძღვრების განხორციელებას ხელი, ყოველთვის ის მოიტანს ერთსა და იმავეს და ბოლოში იქნება საკონცენტრაციო ბანაკი. იქ უბრალოდ სხვა გზა არ არის, სხვაგვარად მისი განხორციელება შეუძლებელია. რა ვქნა, ისტორია ამას ამბობს, მაგრამ ადამიანები როგორც წესი ისტორიის გაკვეთილებს არ სწავლობენ. კიდევ და კიდევ იმეორებენ იმავე სისულელეებს, რომელიც უკვე ჩადენილია და უკვე ვიცით რით დამთავრდება და სულ ერთი ამას შავდივარ და ვინც გვეუბნება რომ მოდით რაღაცა სხვა გზა ვიპოვოთო, ან ყურს არ ვუგდებთ უკეთეს შემთხვევაში და შეიძლება კიდევ უარესადაც მოვეცეთ. სადაც არის საჭირო აგიტაცია, ბუნებრივი არის საჭირო პლაკატი, არის საჭირო კარიკატურა, არის საჭირო ესეთი მონუმენტი. ახლა ის სულთლად აბსტრაქტული ვერ იქნება, მაგრამ ყოველნაირი დეფორმაცია, ყოველნაირი, თქვა, სიფტყოვანება, კუთხოვანება, მოკუბისტო, მოფუტურისტო, პირდაპირ უსაგნოც იყო ახლა მცირე ადგილი ეჭირა მას შედარებით, მაგრამ ასეთიც იყო ჩვენს ყოფაში. ყველაფერი შემოსულია. სხვა მხატვრები სხვადასხვა ზომაზე და სხვადასხვა სიმძაფრით მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს. და უნდა გითხრათ, რომ ამ თავისუფლებას ჰქონდა საკმაოდ კარგი შედეგი. თუ წარმოვიდგინოთ მაგალითად რომ კოტე მარჯანიშვილთან ჯერ და შემდეგ მასთანაც და სანდრო ახმეტელთან თქვათ მუშაობენ ისეთი სრულებით არაჩვეულებრივი მხატვრები როგორიც არიან პეტრე ოცხელი და ირაკლი გამრეკელი და პეტრე ოცხელთან გამრეკელთანაც არის ამგვარი ნამუშევრები, მაგრამ მე მაინც მეჩვენება რომ რაოდენობით ნაკლები და პეტრე ოცხელი ხომ აკეთებს ესკიზებს, რომელთა უმრავლესობა ეს არის დასრულებული დაზგური გრაფიკა. მე არც კი ვიცი ისინი სად უნდა იყოს, თქვათ, გამოფენა რომ მოვაწყოთ, სცენოგრაფიასთან უნდა მოვათავსოთ მისი პერსონაჟები, რომლებიც პორტრეტებია. მე რა რომ კოსტუმებში ის აკეთებს ბავშვად ურიელა კოსტას კოსტუმს რომ ვერიკო ჯაფარიძის და რა ვიცი შაგი ჩხერის თუ ვისის გნებად პორტრეტი გამოდის და კოსტუმი ამ შემთხვევაში ეხმარება მათი ხასიათის წარმოჩენას კიდევ სრულებით პირობით ეს რაღაცა წარმოუდგენელი ხელოვანი თან ასეთი ახალგაზრდა არ ვიცი ან ოსტატობა საიდან ჰქონდა ამავე დროს წინაურდება და მრავლდება რაოდენობა დასურათებული წიგნი სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ხარისხი როგორც წესი არ იყო ხოლმე კარგი და თუ დაკარგულია ამ ილუსტრაციების ან თუნდაც გაფორმების დედნები ძალიან ხშირად ძნელია ხოლმე შეაფასო როგორი იყო მხატვრის ჩანაფიქრი აი მაგალითად შესანიშნავი ჩვენი გრაფიკოსი უკვე შემდგომი ათწლეულის 30-იან წლებიდან იწყება მისი ესეთი იშლება მისი შემოქმედება ლადო გრიგოლია, ან თქვა ლადო ქუთათელაძე, როცა დახედავ წიგნებს კი არის ლამაზი, მაგრამ როცა განახებენ დედას, ხვდები რომ იქ ნახევარიც არ აისახა იმისა, რაც გათვალისწინებული ქონდა მხატვარს. უხარისხო მასალის, დამკრთალების, გაბუნდოვნების გამო ზოგჯერ სილამაზე ნახატის ორი ფერია შეხამებული, მაგრამ ახლა აქვს მნიშვნელობა ეს ცისფერი წავიდა ლაჟვარდისფრისკენ თუ წავიდა რაღაცა გაუგებარი წყალწალა ფერისკენ, ხო? და გამოდის ძალიან განსხვავებული შედეგი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ეს ამოცანა სულ დგას და ადამიანები ამ მიმართულებით მუშაობენ. ამას გარდა ყველა ჟანრი, რომელიც უკვე შექმნილი იყო და დაიწყო განვითარება 10-იან წლებში, აგრეთვე თავთავიან გზაზე მიდის. ჯერ ერთი საკმაოდ წინაურდება პეიზაჟური მხატვრობა. ის უკვე ჩნდება 1910-იან წლებში, ჩნდება ორი ოსტატი, სპეციფიკური პეიზაჟისტი, ეს არის ციმაკურიძე. უბრალოდ იმ წლებში მას ძალიან გაუჭირდა ნივთიერად და დამოუკიდებლობის ხანაში ის სოფლად იყო და არ ჩანდა. 20-იან წლებში ის უფრო ისე აქტიურად მუშაობს. და ამავე დროს ესეთ პეიზაჟისტად ყალიბდება ადრევე 1910-იან წლების ბოლოს უკვე სულ მაშინ ახალგაზრდა ელენე ახვლედიანის. პორტრეტი ქეთო მაღალაშვილის სპეციფიკური პორტრეტისტი და სხვა ადამიანები აკეთებენ პორტრეტებს. ახალგაზრდა მხატვრები ჩნდებიან, რომელიც ამ ჟანრებს მისდევენ. ამას გარდა ისტორიული სურათი, რომელიც ასევე გამოჩნდა 1900-იან და 1910-იან წლებში განსაკუთრებით. ახლა გრძელდება
სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამან ვერ მოიტანა კარგი მხატვრული შედეგი უფრო ხშირად, როგორც ესეთი რევოლუციური ისტორიული სურათი. ამას საგანგებო ყურადღება ექცევა ხელისუფლების მხრიდან, ასეთი დაკვეთები გაიცემა და გარკვეული მნიშვნელობა თუნდაც მხატვრული ოსტატობის, თუნდაც რაღაცა ევროპული ჩვენთვის მანამდე გამოუსადეგარი გამოცდილების, გამოყენებისა და ამუშავებისა ალბათ მაინც იყო. კიდევ უფრო ხშირად მხატვრული შედეგი ნაკლებია, მაგრამ თავისთავად ის რომ ადამიანები სრულებით ახალგაზრდა, ახალბედა მხატვრები შებედავენ და გაგიკეთებენ უზარმაზარ მრავალფიგურიან სურათებს, ეს როგორც მხატვრული შესაძლებლობების გამდიდრება, აი ასე რომ შევხედოთ წმინდა ფორმალურად, ცუდი არ არის. მით უმეტეს რომ ამ დროს ამ ამოცანებსაც საკმარისად შემოქმედებითად უდგებიან, ჯერ არ არის ასეთი დიქტატი რომ მაინდა-მაინც უნდა მიბაძო, თან ვითომდა, იმიტომ რომ სინამდვილეში არც იმას გავდა ეს ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმის ნამუშევრები, მაგრამ ვითომდა ისინი აგრძელებდნენ მე-19 საუკუნის რუსული მხატვრობის გზას. ეს როგორ იყო, იცი, ძალიან ზედაპირულად, უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო კაშკაშა და ისე ცინცხალი ფერები და ამას ერქვა პერედვიჟნიკური ტრადიციის გაგრძელება და პერედვიჟნიკური ტრადიცია პირველ ყოვლისა იყო სოციალურ-კრიტიკული პოზიცია. ეს არის იმის არსი. თორემ იქ მონაწილე მხატვრები საკმარისად განსხვავებულნი არიან, მაგრამ როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, გააკეთეს რაღაცა საშუალო არითმეტიკული, რომელიც სინამდვილეში არ არსებულა ბუნებაში, ის გამოცხადდა იმათ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ ყველას დაეძალა როგორც ტრადიცია. ამ დროს არ არსებულა ასეთი ტრადიცია, მაგრამ რას გააწყობდი? ნაბრძანები იყო, გეწამა რომ აი ეს არის რაღაც გზა, კიდევ ამბობ, სინამდვილეში არ არსებობდა, მაგრამ ვითომდა იყო. და უნდა გაეგრძელებინათ არ არსებული. გააგრძელეს და რაც გამოვიდა, კი ვიცით ჩვენ. ყოველ შემთხვევაში ამ დროს ეს ჯერ კიდევ არ არის და შეიძლება ნახოთ თქვა ახალგაზრდა უჩა ჯაფარიძის, ახალგაზრდა კორნელი სანაძის ვითომდა ასეთი იდეური სურათები, მაგალითად კორნელი სანაძე ხატავს ქალებს, რომელმაც აჭარაში მაჰმადიანმა ქალებმა გაიძრეს ეს ფარანჯა ჩადრები და ხატავს არაჩვეულებრივად საინტერესო სურათებს ამ აჭარულ თემაზე, რომლისთვისაც როგორც აიხლა სულ ახალ ხანს მიამბეს, საშინელი დღე აყარეს თურმე და საწყალმა იმ წამს 30 წლებში ყოვლად შემზარავი რაღაცა კოლმეურნე დახატა. მართალია მშვენიერი ფონი აქვს იმას და ლამაზი თვითონ ფიგურა არის შეგეშინდება და არ გესმის იმ სურათების მერე ეს როგორ დახატა და თურმე შეეშინდა უბრალოდ და გადაწყვიტა ახლა თავი არ მომაგლიჯონ და უნდათ სიმახინჯე აბატონო კონდეთ და ინეტარონ და დახატა მახინჯის სურათი. ის არ იყო ერთადერთი. სხვა შორის უნდა ვთქვა რომ ბატონი კორნელი ერთ-ერთი მხატვართაგანია, რომელიც ჩემმა თაობამ საერთოდ არ იცოდა. მის დიდ გამოფენაზე ჩვენ ვნახეთ ორი ადრეული კარგი სურათი და ერთი იყო კიდევ მომდევნო წლებისა, რომელმაც ძალიან გამაკვირვა, იმიტომ რომ შევხედეთ და ვიფიქრე, ასეთი მშვენიერი მხატვრობა თუ შეუძლია ამ ადამიანს, დანარჩენს ამას რატომ ხატავს? ცოტა ხანში უკვე ჩემ მასწავლებელთან ბატონ ლეორიჩურიშვილთან ნახე ბატონ კორნელისგან მისთვის ნაჩუქარი ორი პეიზაჟი ისეთი რომ მე და ერთ საათსა ბატონ ლეო შემოვიდოდა და ამიხსნიდა ვისია კინაღამ თავი ამეხადა იმაზე ფიქრში ვის შეიძლება იყოს საერთოდ ჩვენს ქვეყანაში რომელსაც ასეთი ფერწერა ძალუց ფიქრობდი ახლა რომ ყოფილიყო ეს დაუშვათ ესპანეთი ვიტყოდი რომ გოია მაგრამ ჩვენ ხო აქ ვარ და ვინ არის ეს ვერასდროს ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ მისი ხელიდან ასეთი სურათები გამოვიდოდა. ვინც ნახავს ახლა აპოლონ ქუთათელაძის ალბომს, შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს რომ ის ულამაზესი ეტუდები თუნდაც უკვე მერე 70-იან წლებში 60-იან წლების ბოლოს გაკეთებული თამარ მეფის ნადირობა იქ მინდვრის ეტუდია და ის რაღაცა საოცარი სურათები რაღაც არტიზანებით ეს ერთი და იგივე ხელმა დახატა, სხვა შორის ფიგურებს თუ ამოიღებ და ფონს შეხედავთ, პეიზაჟს მიხვდებით, მაგრამ ეს არც თუ ესეთი ირონი ოპერაცია და ზოგჯერ ეს ფიგურები საკმარისად დიდ ადგილს იკავებს და იმას შორის უნდა გაიხედო, რომ მიხვდე რომ ამას შვედიერი ფერტერი აკეთებს თურმე. ახლა 20-იან წლებში ასე არ იყო, მასაც შეეძლო უფრო თავისუფლად. საინტერესო ის არის, რომ ეს მხატვრები ამავე დროს ერთიანდებიან ახალ საზოგადოებებად, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი მხატვართა კავშირი და ძალიან საინტერესო სტრუქტურა ჰქონდა მაშინ მწერალთა კავშირს. ის შეიქმნა ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ შემდეგნაირად
ეს იყო გაერთიანებების გაერთიანება. იყო ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომელთაც თავთავიანსი სახელები ჰქონდა, თუ შეიძლება ამის საშუალებას აძლევდა თავთავიანთი ჟურნალები ან გაზეთები და აი ეს სხვადასხვა გაერთიანებები ქმნიდნენ ერთობას, რომელიც როგორც ჩანს მაინც მოწოდებული იყო იმისთვის, რომ ყველასთვის მეტნაკლებად ხელი გაემართა და შეეწყო. ფაქტურად ეს იყო მწერლების პროფესიული კავშირი. და მეტი არაფერი. მხატვრების ასეთი ერთიანი თავმომყრელი ორგანიზაცია ჩვენ უკვე გქონდა ქართულ ხელოვანთა საზოგადოება, მაგრამ ახალგაზრდებმა, რომლებიც მაშინ ან სწავლობენ, ან ესესაა დაამთავრეს სამხატვრო აკადემია, როგორც ჩანს, ვერ დაინახეს იქ თავისი ადგილი. ამიტომ ისინი შედიან სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებში, იყო მაგალითად სარმა, საქართველოს ახალგაზრდა რევოლუციურ მხატვართა ასოციაცია. მე თად კარგად არ მესმის სხვადასხვა ადამიანები იქ რატომ შედიოდნენ. ხალ როცა ჩაეძიები და ნახავ მათ ნამდვილ სულისკვეთებას, ეს მთად გასაგები არ არის. აპოლონ ქუთათელაძე მაგალითად, რომელიც იყო დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ახალგაზრდა ოფიცერი და ებრძოდა ბოლშევიკებს. რატომ შევიდა ამ გაერთიანებაში? ან უჩა ჯაფარიძე, რომელიც როგორც გაირკვა 24 წელს ვიღაცას, მას არ გაუთქვამს, ბატონ გია ბუღაძისგან ვიცი ეს ამბავი, მას მოუყვა და მასაც არ უთხრა, ვინ წაიყვანა ქვაბუთა ჩოლოყაშვილის რაზმელებთან. 80-იანი წლები იყო და მაინც არ თქვა. და პირდაპირ განუმარტა გიას. იმათ შვილიშვილები ყავთ იმ ადამიანებს და მე რა ვიცი, მე რა დღე დაადგებათო და წაიყო თან ეს, საფლავში ჩაიტანა, შეიძლება სადმე ჩაიწერა, მაგრამ მე ეჭვება. და დაუხატავს ეს რაზმელები, მთელი სერია ყოფილა ასეთი პორტრეტების, არ ვიცი ვის ხელთ არის, მაშინ ბატონ გურამ შარაძეს ქონია. ყოფა ემიგრაციიდან, ემიგრანტებისგან ჩამოიტანა საფრანგეთიდან. თუ ამ ჭკუზაზე იყო, რაოდოდა ამ მემარცხენე მხატვრებთან. გაუგებარია. არ შეიძლება იყოს ორი რამ. ერთი, ეს იყო უბრალოდ თავდაცვის საშუალება, ემან და არ გამიხსენონ. და მეორე, რომ ადამიანები ფიქრობდნენ, იქნება რაღაცა კარგი მაინც გამოვიდეს. რასაც წინაჯერზე ვლაპარაკობდი. უამრავი ხალხი იზიარებდა სოციალისტურ ან ნახევრად სოციალისტურ იდეებს. და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. დასაკვირველია ადამიანი, ვისაც გული და გონება აქვს, რანაირად შეიძლება ახლა კმაყოფილი იყოს იმით, რომ ვიღაცა გაჭირვებულია და ვიღაცა მდიდარი. არ შეიძლება ნორმალური ადამიანი ამის გამო იყოს ბედნიერი. ცხადია, მას უნდა რომ ასე არ იყოს. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც სულთად არ გაგიჟებულა, ან რა ვიცი რა რაღაცა წარმოუდგენელი გულქვა თუ არ გაჩნდა ამ ქვეყანაზე, თავისი კარგი მდგომარეობის გამო არ აწუხებდეს სხვისი გაჭირვება. მე მგონი ეს არის შეუძლებელი. აი ეს სრულებით ბუნებრივი რეაქცია ასაზრდოებდა იმას, რომ ეგება და ესენი მართლა ხალხზე იზრუნებენ და ჩვენ კი არ მოგწონს და ჩვენ კი კარგავთ ბევრ ამას, მაგრამ იქნება და ამას ეშველოს და მერე გამოჩნდება ვიღაცა და ის ამ მათ ნაავკაცარს გამოასწორებს. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ასე და დიდხანს ასე ფიქრობდნენ უფროსი თაობის ადამიანები 80-იან წლებშიც კი. უამრავი რაღაცის დამკარგავნი და მაშინ ჯერ კიდევ ახლა გამოცდილებაც არ იყო ასეთი ხა, თუმცა უკვე იყო 24 წლის აჯანყება ჩვენი ქვეყნისთვის სრულებით წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ჩახშობის ღონისძიებებით. ახლა მაგალითად 1905 წელს ყველაზე ცუდი რაც შეეძლოთ ადამიანებს წარმოედგინათ, რომ როცა მიყავდეთ დაპატიმრებული სატუსაღოსკენ, მიყავდათ მართლა იყო რამდენიმე როგორც შემთხვევა, როცა ისცენირება ხდებოდა, რომ ვითომ ის გარბოდა და კლავდნენ. მაგრამ ის რაც ხდებოდა 24 წელს, როცა ჩვენ საერთოდ ვერ ვანგარიშობთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, არავინ არის სინამდვილეში. მაგალითად ერთმა ნაჩეკისტარმა მოყვა სამხატვრო აკადემიის აუდიტორიაში, სხვათა შორის არც მეტი, არც ნაკლები, რომ ეს ჩონი чрезвычайный отряды чрезвычайного назначения, это вот чонат. Аббревиатура. მიყვებოდნენ თქვა გურიაში სიმინდის ყანას. და ადამიანს რო დაინახავდნენ, ხვრეტდნენ. ვინ დათვალა იქ რამდენი ჩაკლეს ასე? რამდენი ჩაყარეს იმ ძმათა საფლავებში? ვინმე მიცის?
ვინმე დაიარა ოჯახები, გამოიკითხა, რომელი ოჯახიდან რამდენი ადამიანი მიებარა, ასე მიწას. ჩვენ ხო ვიცით, უბრალოდ ისინი ვინც შემთხვევით გახმაურდა, თორემ პირდაპირ ვაგონებში რომ ხვრეტდნენ ადამიანებს, დაითვალა ვინმე იქ რამდენი კაცი იყო? და ეს ხომ ერთი და ორი შემთხვევა არ იყო. ხო ეს იყო სრულებით წარმოუდგენელი და ამან ისეთი დარტყმა მიაყენა საზოგადოებრივ ცნობიერებას, რომ ადამიანები რასაკვირველია იმ დროიდან უკვე მთლად ისეთები ვეღარ იყვნენ, როგორიც იყვნენ მანამდე. აი გამრავლდა მაგალითად შემთხვევები, როცა უპატიოსნესი, უკეთილშობილესი ადამიანები იმის გამო რომ გადარჩენიყვნენ და შესაბამისად თავისი ახლობლები გადაერჩინათ, როცა დაინახავდნენ რეპრესირებულის ან დაპატიმრებულის ახლობლებს, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ. იმიტომ კი არა რომ ცუდები იყვნენ, უკვე რაღაცა მალა გადაუტყდათ ხერხემალში. ხო, იყვნენ სხვები, ვინც ამას გაუძლებს, მაგრამ მართლა არ შეიძლება ყველას გმირობა მოსთხოვა. არ შეიძლება. არ უნდა შექმნა ვითარება, როცა ადამიანი ესეთნაირად დაგლახავდება. 24 წლის რბევა იყო, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი დარტყმა. და სულთად ბოლომდე ეს მხოლოდ 40-იანი წლებისთვის მივიდა. მაგრამ ნიშნები ამისი უკვე იყო. და მაინც ადამიანებს რაღაცა ნატურა, რაღაცა პატარა ნაპერწკალი იმედისა, რომ ეგებადა ეს უკეთურებაც, რაიმე სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს, კიდევ ჰქონდათ. ფიქრობ, რომ ძალიან ხშირად ეს იყო ორივე ერთად. გადავრჩეთ და თან იქნებ რაღაცა სასიკეთოც გავაკეთოთ. ასეა თუ ისე ადამიანები აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენი დღევანდელი გადასახედიდან ცოტა უცნაურია. მაგალითად, მაშინდელ მწერლებში, განსაკუთრებით მწერლებში, როგორც ჩანს, იყო მიღებული ესეთი რამ, რუსეთში ამას ერქვა ხარჯდიენია. ესე იგი, დადიოდნენ, ვიღაცა მწერალი დადიოდა რომელიღაცა საბჭოთა ლიდერთან. მაგალითად, ცნობილი პოეტი სერგეი ესენინი დაიარებოდა ტროცკისთან. ვთქვათ. მანდელშტამი თუ არ ვცდები ბუხარინთან. ხო ჩვენთან მე რამდენადაც ხვდები, მთლად ასე არ იყო და საჭიროებაც არ იყო ამის, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანაში ყველას იცნობდა და ამას გარდა ისეთი საოცარი და მე ვიტყოდი ტრაგიკული კავშირები იყო ადამიანებს შორის, რომ ეს თავისით გამოდიოდა. მაგალითად, როდესაც მე-11 არმია შემოდიოდა აქა, ერთ-ერთი ვინც მას მოუძღოდა იყო შალვა ელიავა. და მისი ძმა ნიკო ელიავა, რომელიც თბილისში კავკასიური ბანკის დირექტორი იყო, ამავე დროს თავისი ოჯახით გადიოდა თბილისიდან. და მერე დააჯდა ხომალდ და გერმანიაში აღმოჩნდა. მერე დაბრუნდა და დახვრიტეს კიდევაც, მაგრამ ის ქალიშვილს, ძალიან ცნობილ პედაგოგს, მუსიკისას, ალბათ სუსანა ელიავა გაბუნიას ბევრი იცნობდა და მეც ვიცნობდი მათ შორის. ანდა მაგალითად სუმთა წარმოუდგენელი ამბავი. მალაქია ტოროშველიძე იყო ასეთი ბოლშევიკი. ცოლად ყავდა მინადორა ორჯონიკიძე. სერგო ორჯონიკიძის ბიძაშვილი და როდესაც ისინი დაქორწინდნენ, მაშინ უკვე ტოროშველიძე იყო ბოლშევიკი და მისი მეუღლე იყო მენშევიკი. ახლა მოვიდა დამოუკიდებელი საქართველო. ქალბატონი მინადორა იზიარებს ამ სახელმწიფოს ყველა მიზანს, თანამშრომლობს იქ რაღაცა ორგანიზაციებთან, მისი მეუღლე ამ დროს დაპატიმრებულია, იმიტომ რომ ძირს უთხრის ამ სახელმწიფოს. ნუ ხო, რა თქმა უნდა, ის ამას განიცდის, ხო? ეხლა შემოვიდა წითელი არმია და ყველაფერი გადაბრუნდა. ეხლა ის არის გამარჯვებული და ის ვისაც ის თანაუგრძნობდა, დამარცხებულია. და კიდევაც ასეთი ეპიზოდი ყოფილა, სერგო ორჯონიკიძეს მოუკითხავს და უკითხავს რას აკეთებოდა. მას უპასუხავს, შენ დახვრეტილებს მარხავ. ყველაფერი ეს დამთავრდა იმით, რომ მალაქია ტოროშველიძე დახვრიტეს მისი ვაჟი, ასე დაუხვრიტეს ამ დაპატიმრებულ ბოლშევიკებს ვაჟები, ქალები დატოვეს. აი როგორ არ ვიცი, ვინ იქცეოდა ასე, მონღოლები ალბათ ან სკვითები ან ვიღაცა ასეთები. და თვითონ გადაასახლეს. შეიძლება ამაზე დიდი უბედურება წარმოიდგინოს ადამიანმა, რაღაცა სრული აბსურდი, სრული რაღაცა, არ ვიცი, სისასტიკის თარეში თან სიგიჟე ადამიანი ეწირება იმას, რისი წინააღმდეგიც არის. შესაძლოა ასეთი რამე ხდებოდეს, მაგრამ ასე იყო. ასე რომ ადამიანები ყველას იცნობდნენ. და აქ იბადებოდა საკმაოდ რთული ხლართები და იბადებოდა ქმედებები, რომელიც შემდეგ დამღუპველი ხდებოდა. მაგალითად, უამრავი ადამიანი გაიცნო ლავრენტი ბერიამ.
და ვთქვათ ალექსანდრე ახმეტელი, რომელიც თან ფეთქებადი ხასიათისა იყო, მართლა ძალიან თავშეუკავებელი. პაპა ჩემი, მე მგონი ვახსენე ის უკვე, ჩემი ზუსტად სეხნია პაპა, იყო უკვე 20-იან წლების ბოლოსთვის გახდა ელექტროინჟინერი და აკეთებდა რეკონსტრუქციას ელექტროგაყვანილობისას რუსთაველის თეატრში და უწევდა იქ ხშირად სიარული და მოუყოლია ასეთი ამბავი, რომ ახმეტელის კაბინეტში მსხვდარან და რაღაცას თათბირობდნენ და შემოაყო კარი აკაკი ვასაძემ. და ახმეტელმა ეს როგორ გაბედეს და ხელი შემიშეს, პირდაპირ გააქარდა ბორჯომის ბოთლი, რომელიც შეასკდა კარებს და დაიმსხვრა. ახლა იმან თავი კი წაიღო რასაკვირველია, მაგრამ აი ესეთი ძალიან თავშეუკავებელი ადამიანი. შეიძლება უბრალოდ ნერვები მოშლილიც იყო ამ გაუთავებელი წეწვით, მაგრამ რა ვიცი, ყოველთვის ასე იყო და ამანაც რასაკვირველია უბიძგა შემდეგ აკაკი ვასაძეს და აკაკი ხორავას, როგორც ჩანს მის წინააღმდეგ ყოფილიყვნენ. მართალი გითხრათ, მე არ ამგონია რომ მათ წარმოდგენილი ქონოდათ რა ბედი ეწევა თუ მას თუ სხვა მსახიობ. ძნელია ჩემთვის იმის დაჯერება, რომ პირდაპირ აი ასე გულცივად მათ დაგეგმეს, რომ ამათ ყველას დახვრეტნენ. მათ უბრალოდ უნდათ რომ ის თავიდან მოეშორებინენ და თეატრიდან წასულიყო და მათთვის თავი დაენებებინა. არ ამგონია ამას იქით წასულიყო მათის რახვები. მაგრამ მათი იქ რაღაცა უკმაყოფილობა, მათი რაღაც განცხადებები შესანიშნავად გამოიყენა შემდეგ იმავე ბერიამ და მისმა ხელისუფლებამ, მაგრამ რა იყო ამის საბოლოო მიზეზი? ბერია სახლის მოპირდაპირეთ, პირდაპირ ფანჯერას უყურებდა, ეს ჩემ ქუჩაზე ხდება. მაშინ იქ აქ ცხოვრობდა ბერია სახლში, რომელსაც ჩეკისტების სახლს უძახდნენ ჩემ პატარაობაში. ახალი სახლი იყო 30-იან წლებში აშენებული და მოპირდაპირეთ ცხოვრობდა ცნობილი ინჟინერი ჯიქია. და მასთან იყვნენ სტუმრად ახმეტელი და ბევრი სხვანი კიდევ და რაღაცა იქიდან გადმოზახა ბერიამ და ამან არ ვიცი რაღაცა თავხედობა ჩაუთვალა ესა და შესაბამისად კახურად უპასუხა ყველანაირი მამაძაღლოს და ასე შემდეგ ზახილით და მაშინ გენეცოლი მამაძაღლო ეს იყო ისეთი სიტყვა, რომელსაც მრავალწერტილებით აღნიშნავდნენ. დედის გინება აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმ დროინდელ საქართველოში ჯერ კიდევ. შეიძლება გათახსირებული. აი რაღაცა ისეთი დაუძახა. ამას აპატიებდა ლავრენტი ბერია? რა თქმა უნდა არა. ჩაატარებინა იქ რაღაცა იქ რომელიღაც წარმოდგენა დაატმევინა, მერე გააგდო, მერე დააჭერინა და დაახვრეტინა, ცხადია. ან მაგალითად მეორე მხარეს ამავე სახლიდან, ოღონდ უკვე ბერის დაღმართისკენ ახლა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა რომ ქვია. იქ მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა და ჩვენ დაჭიროთ მისი სარკმლების ბინის სარკმლების მაინდა-მაინც ბერიას უყურებდა. და როცა ბერია გამოჩნდებოდაო, მიხეილ ჯავახიშვილი ფარდას ჩამოუშვებდაო, რომ ის არ დაენახაო. ახლა როგორ გონიათ ეს ბერიას გამოეპარებოდა და გისმით ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლენა და შესაბამისად ეს არის მოქალაქეობრივად სწორი საქციელი. სრულებით ვერ ხვდებოდნენ, რომ არავით არის მოქალაქეობრივი ქცევა ამ საზოგადოებაში არ შეიძლება. იმიტომ კი არა მხოლოდ რომ ის სახიფათოა. არამედ იმიტომ რომ ის აბსოლუტურად უაზროა და არაფრის მომტანი. და მხოლოდ ღუპავს იმას, რაც არის შესანარჩუნებელი. მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს ამის ყველაფრის ასე მალე მიხვედრა. მე იმ წყობაში დავიბადე და როცა ის დაემხო, მაშინაც კი ბოლომდე არ მესმოდა რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. იმდენად გიჟური იყო ის ვითარება და ახლა ახალ შემოსულზე საიდან უნდა მიხვდარიყო? ნორმალურ ადამიანს ამის გაგება არ შეუძლია. იმიტომ არის რომ დასავლური სოვეტოლოგია ეს არის სასაცილო. ვერავით არის სოვეტოლოგი ვერ გაიგებს ეს რა არის. იმიტომ რომ უნდა ნახო ეს შიგნიდან. სხვანაირად ვერ მიხვდები. შეიძლება ეკონომიკა გაანალიზო და აჩვენო რომ ეს ბოდვაა, მაგრამ სხვა რაღაცებს ვერ გაიგებ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.